რაც შეეხება ელენე ხოშტარიას დაკავებას, ეს ჩემთვის იყო უძალობის დემონსტრირება. რეჟიმს არ უნდოდა ხო ხოშტარიას დაკავება, ხა ხოშტარიას დაკავება რო დომებოდა, ან საგამოძიებო კომისიაზე დაიბარებდა, ან მილიონი რა თუნდა მიზეზი, ხო? ყურებიანი ქუდი რატომ არ გახურავსო და მაგაზე დაიჭერდა, დაჭერა როს დომებოდა და რეალურად ელენემ საპროტესტო აქტი ჩაატარა იმ ადამიანს, რომელსაც 23 წლის ადამიანს სრულიად აბსურდულად სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ, მაშინ როდესაც რა ვიცი მე ჩემი სახლიც აოხრებული აქვს ქართული ოცნების აქტივისტებს ძალიან კარგად მახსოვს ლადო სადღობელაშვილი ოცნების გამარჯვებიდან პირველ წლებში ჩემს სახლზე და ჩემი მცირეწლოვანი ბავშვების წინ რო აჭერდა და რაღაცა საზიზღრებებს და არავის ის არ გაუსამართლებია ამის გარდა შარშან ჩვენი პოლიტიკური გუნდის თქვა ოფისის კარზე მარო მაყაშვილის პლაკატი შებილწეს საერთოდ ზედ სიბილწეები დააწერეს და დაახატეს და არავინც მიხვდით ვისა რომ ჩანდნენ კამერაზე ხო და მაშინ როდესაც იქ რაღაცა კალაძის სახეზე რუსული რეჟიმი თუ ამ შემდეგ ვიღაცამ მიაწერა საპროტანო წინასაარჩევნო პერიოდში საპროტესტო გამოხატვის ფარგლებში ამ დროს შენ გეხარდა სისხლის სამართლის წესით თემაში ანუ იძულებული გახადა რეალურად ელენემ რომ დაეჭირა და რეალურად უძალობა გამოჩნდა რეჟიმის, როდესაც თქვენ ამბობთ რომ იძულებული გახადაო. ახლა რასაც ხედავთ თამარ, თითქმის ოპოზიციის დიდი ნაწილი, მთლიანი ოპოზიცია თუ არა, დიდი ნაწილი არის ციხეში. თითქოს ხომ არ ჩდება ასეთი განცდა რომ ოპოზიციის ის ლიდერები, ვისაც თქვათ სათქმელი არა აქვს საკუთარი მხარდამჭერებისთვის, ამომრჩევლებისთვის, რაღაცა გზა ირჩიეს. არა, ელენე არ იყო ამ მდგომარეობაში. კი, შეიძლება ბევრი ესე იყოს, რომ სათქმელი არ ქონდეს, გვაყავს ეგეთი პოლიტიკური ლიდერები, რომელსაც ამორჩეულთან სალაპარაკო ბევრი არაფერი აქვს, მაგრამ ელენე კარგად მიდიოდა, ხო? ჩვენ წინა დღეს გქონდა ძალიან წარმატებული აქცია, რომელიც 8 პარტიამ დავაანონსეთ, უკვე მეორედ დიდი ხნის განმავლობაში პირველად ხდება ეს, რომ პარტიები აქციას ვაანონსებთ და ამდენი ადამიანი გარეთ გამოდის და პოლიტიკურ პროცესს მოყვება, ხო? ამას თავისი ლოგიკა აქვს, იმიტომ რომ ის პარტიები ვაანონსებთ, რომლებმაც უერთგულეთ პროტესტს რეალურად და დავრჩით პროტესტის ერთგულები და თანმიმდევრულები რეჟიმის იზოლაციაში. მათ შორის ბატონო დანარჩენები ვინც თქვა ციხეში არიან თუნდაც ლელოს ლიდერები როცა დავინახეთ გამოსვლა უნდა ელენეს შემთხვევა ეს შემთხვევა არ ყოფილა მიუხედავად იმისა რომ კიდევ ერთხელ ანუ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი აი ამ რაღაცა მსხვერპლშეწირვის რაღაც პოლიტიკოსების მსხვერპლშეწირვის ჟინის რაც ხშირად ისმის ხოლმე პოლიტიკურად აქტიურ ბაბლში რომ აი თავი დააჭერინეთ და შემდეგ ანუ ელენე რა ვიცი მე ხა მე გარეთ მჭირდება ელენე ჩემი აზრით ვირავ არ გადაიხარა ახლა ნახოთ ხო ელენე არ განეკუთვნება ნახდად იმ კატეგორიას რომელიც გინდა გარეთ ყოფილა, გინდა შიგნით. გარეთ ის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და პოლიტიკური პროცესისთვის მისი ციხეში დატოვება იქნება დანაკლისი. ამიტომ მე ნამდვილად არ მომეწონა ეს ჟესტი, სიმართლე რომ გითხრათ, მე არც ელენესთვის არ დამიმალავს, იმიტომ რომ წმინდად პრაგმატულად ჯობია რომ გარეთ იყოს, მაგრამ მეორე მხრივ ახლა ეს მისი პოლიტიკური თავისუფლებაა, რომ რეჟიმის უსუსურობა ესე აჩვენოს, რომ შენ როდესაც 23 წლის ადამიანს სისხლის სამართლის წესით ასამართლებ და შეიძლება ფიქრობ, რომ აქტივისტია და არაფერი არ დაგიჯდება, აი მე პოლიტიკოსი გაჭერინებ თავს და ეს გაცილებით ძვირი დაგიჯდება. აი ეს ყოფილიყო